მიცანი? მე ვარ შენ. ან შენი რომელიმე გამოტელევიზორებული ტვინ გამორეცხილი მეგობარი. შენსავი თურქული sapnis სუნით ვყარვა. sapnis რომელიც გაბინძურებს. შენსავით მოსაწყენი. უინტერესო და ერთფეროვანი ვარ. მიხვდი ახლა. შენ ხარ მე და მე მთელი ქვეყანა ვარ. შენი ტვინის დიდი ხანია ამ ეკრანივით დაბრტყელდა და გლუვი გახდა. იმასაც ვერ ხვდები, რომ რაც უფრო ფართო ეკრანიან ტელევიზორში იხდი მწყნერივით ფულს, მით უფრო ვიწროვდება შენი თვალსაწყიერი. შენს ძველი ტელევიზორივით თავში წამორტყმა გჭირდება. გამოფხიზლდი, გამოტელევიზორებულო. თელს შენს ცხოვრებას ისეთივე ყუთში ატარებ, როგორშიც ადრე თუ გვიან შენს გამოპრანჭულ გვამს ჩააწვენენ. და ერთ ორ მუჭა ცრემლნა რომ მიწას მიაყრიან ან უცრემლოს, ვინ იცის. ტელევიზორი პანდორას ყუთია. პანდორას ყუთი, რომელშიც იმედი არდევს, უпроსტორად იმედი დევს, მაგრამ ოროსანი ტიპებითაა სავსე. მასმედიანობაა ჩვენი ახალი მრწამსი. მაშინ დროა მოსე კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს წინას მთიდან და თიხის ფირფიტაზე ამოტვიფრული ატივე მცნება კიდევ ერთხელ გადაგვალეწოს თავზე. მე-11-ს უნდა დაუმატოს. არ სჯამოთ თურქული საპონი. პოზა პირველი, პოზა მეორე, პოზა მესამე, გონია რომ ისვენებ რთავ ტელევიზორს. პირველი სახეში გვხვდება აუტანელი სიფათი ვიღაც ქართველი ვარსკვლავის. ის ისევ ვიღაცის შოუში, ისევ როლშია ვიღაცის საცოლის, კითხვა გიჩნდება, გამოცვლა მოუწევს კიდევ რამდენი საწოლის. გონია შენ მართავ პულტს. თვითონ გმართავს პულტი. კუზანოვთან აწყობილი ვარსკვლავების კულტი. ეთამაშე ვარსკვლავს, ეცეკვე ვარსკვლავს, გააცინე და მოუგე ვარსკვლავს, ნებისმიერი ზმნა აიღე და უბრალოდ მოურგე ვარსკვლავს. ეს მარგინალები და მაქციები ვარსკვლავება ჩვენ თვითონ ვაქციეთ, მაღლა ავიყვანეთ და ცაზე მიმოვაბნიეთ. ვუყურებთ პროფილში, დანფასში, ყოველ ზედმეტ კილოგრამს ვამჩნევთ ღიბზე, ტრაგზე და ფეხებზე, რომლებზეც მათ კიდი ხარ შენ, კიდი ვარ მე, ყველანი კიდი ვართ. ჩვენი საუკუნის რობოტებიც კი ადამიანის სახეს იძენენ. ჩვენ კი საკუთარი სახე დავკარგეთ და შეხედე როგორ გამოვიყურებით. ჩვენ გამოტელევიზორებულები ვართ. მე მოსვენებას არ მოგცემ. მოკალი შენში ტელევიზორი.